მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ სიტყვას დიდი სიყვარულით. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ემიგრანტებს, როგორ ხართ ჩემო ემიგრანტებო, ხომ ხართ კარგად, მშვიდად, წყნარად. ძალიან მეყვარხართ, ძალიან გაფასებთ ყველა, მაგრამ ჩემი ემიგრანტები განსაკუთრებით, რომლებიც არც მადლიერებას იშურებენ, ის სიტყვას და არც აი როგორ თქვა, როგორი განაწყენებულებიც არ უნდა იყვნენ ცხოვრებაზე და როგორი განერვლებულებიც არ უნდა იყვნენ, რომ ვერ შეატყობთ, იმიტომ რომ აი აქ ვინც არიან და აქედან ვინც წერებიან და ხო მესმის პირადში თავდაყირა ყველაფერი რა ხდება, ხო ვიღაცა წაართვა იქ მესამე პირიქით, აი განერვლებულზე ხან ვერ ცგებენ ხოლმე რას წერენ, ხო, ამიტომ მსგავსი რამე ემიგრანტისგან მსგავს რამეს ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ძალიან გაწონასწორებულად, ძალიან მშვიდად, როგორც ზეუბნები რომ აი ლოცვებს რომ ვიწყებთ, ამ დროს ხელი უნდა შემეწყოს და მშვიდად და წყნარად უნდა იყოთ, რა თქმა უნდა გვაქვს ხოლმე ლაფსოსები და აი ზუსტად ლოცვები როცა იწყება, მაშინ დაიწყებათ ხოლმე ხან აი არ ვიცი შეტევები, ისტერიული მესმის ხო ხდება ესეთი შემთხვევებიც, მაგრამ მაინც ცდილობენ ხოლმე რომ შეინარჩუნონ ზომიერება და სიმშვიდე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გავიმეორებ გამომწერებს, ლაიქების ავტორებს, კომენტარების ავტორებს, აი უღრმესი მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო, რომ თქვენ აი იმ დროს, რომელიც მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, აკლებთ იმ რაღაც წამებს და ჩემთან ან ლაიქს უშვებთ, ან კომენტარს უშვებთ, რა თქმა უნდა, რომ ძალიან კარგი, იმიტომ რომ რამდენადაც ახლოს ხართ ჩემთან, მეტად რეზონირებადია ხოლმე ვიდეოები. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი კონსულტაცია და დღევანდელი საჯარო გაშლა ეხება და დიდი ხანი არ გამიშლია ამ ტაროზე, იმდენი ტაროს დასტა მაქვს და სამწუხაროდ დაპრაქტიკებისთვის, ზოგისთვის დროც არ მაქვს ჯერჯერობით, არც ვიცი როდის გამოვნახავ, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამოვნახავ, რაც დაპრაქტიკებული მაქვს, ახალი დასტები იმით კი ბატონო. პირად გაშლებზე ხო, რახან არის რომ ვიყენებ, მაგრამ მაინც უფრო, ასე ვთქვათ, რაც რეზულტატ შემდგარი დასტებია, იმ დასტებს ვიყენებ პირადი კონსულტაციებისთვის. მოკლედ, ნახოთ after ტარო რას გვიტყვის და დღევანდელი ჩვენი ვიდეო ეს არის მისი ფიქრი დღეს და ზოგადად მისი ფიქრი და ფიქრობ სიტუაცია ამოვიღო ერთი არკანით, მოდით აღარ დავალაგებ და ეხება პირველივე არკანი ეხება კვერთხების მეფეს და პირველივე ასე ვთქვათ, რა სიტუაცია არის თქვენ შორის, ვინ ხართ, რა ხართ, ვინ არის თქვენი პარტნიორი, კვერთხების მეფე და დასტის ფონი, მოვიცემ მაღალი არკანი ჯაჯმენტი, რომელიც ძალიან მიყვარს და კი ბატონო, დადექით გამოცდის ქვეშ სიტუაცია, რომელიც იყო ერთგვარად დალაგებული, რეზულტატ დადებული, დამშვიდებული, თითქოს აწყობილი სიტუაცია, უცბად გადავიდა, ხო, რაღაცა გამოცდის წინაშე, უცბად გადავიდა რაღაცა მარკო დარჩენის წინაშე ცხოვრებისეულად და აი უკანა არკანი ცხრიანი ხმლებიში, ესე იგი საოცრად მეყვა არკანები, ოღონდ ნახეთ რაიდერში თუ ცხრიან ხმლებში ადამიანი არის შეშინებული და საერთოდ წამოდგომა არ უნდა, აი ამ დასტის ცხრიანი ხმლები არის, როდესაც ვებრძვით უკვე პრობლემას, როდესაც უკვე აი ასე ვთქვათ, რაღაცა შემართებით გამოვიღვიძეთ და მივხვდით სად ვართ რა ხდება და უკვე უკან აღარ დავიხებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია დალაგდეს, ხო? ამიტომ ერთგვარად კარგია, როდესაც ბრძოლის სიტუაციაზე გადავდივართ. ყოველ შემთხვევაში გაშლა ეხება კვერთხების მეფის და კვერთხების დედოფლის თუნდაც, ხო, ანუ ვინც ფიქრობთ, ნახეთ, ვინც ჩაიფიქრეთ იმ სიტუაციას, ვინც ქალბატონები მიყურებთ, კი ბატონო, კვერთხების მეფე გყავთ, მამაკაცები ვინც მიყურებთ, კვერთხების როგორც ანუ ხო, შეიძლება დედოფალი არ თქვათ კვერთხების მეფეა, მაგრამ იმ ენერგიებით შეგვიძლია ვისაუბროთ, ძალიან ქარიზმატული, ცეცხლოვანი, სექსუალური,
კაცი, რომელსაც უმეტესობა ქალები მიყურებთ, კაცი, რომელთანაც განშორება არ გვინდა და მე ვფიქრობ, რომ თქვენთვისაც რომ პირველად არის ეს სიტუაცია, რომ შეიძლება მანამდე ყოლიათ პარტნიორი, მაგრამ ესეთი არა, რომ აი თქვენ თვითონვე გულის წასვლამდე რო გჭირდება ესეთი ადამიანია და როდესაც მისგან მოდიხართ, თითქოს ეს შეგრძნება გაქვთ, რომ არ გინახავთ და თვეები არ გინახავთ. აი ეს არის საერთოდ სხვა ენერგია, ეს არის საერთოდ სხვა ემოცია, ეს არის აბსოლუტურად სრულყოფილი ხო ურთიერთობის ანალიზი და იმიტომ რომ როდესაც მოდიხარ პარტნიორისგან და შეგრძნება გაქვთ, რომ თითქოს დიდი ხანი არ გინახავს, აი ესეთი ადამიანი არც მოგბეზრდებათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე დგახართ, ეს არის ჩემი აზრი, ნახოთ ეხა ტარორას გვეტყვის, ეს ადამიანი რას ფიქრობს, ხო კი ბატონო, თქვენ ასეთ მდგომარეობაში ხართ ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ ნახოთ თქვენზე რას ფიქრობს და აი როგორც ვიზახდი ტუზი, მონეტების ტუზით, რაღაცა ახალი შანსი სჭირდება ურთიერთობას, ესე იგი აქ რაღაც მოხდა და უკან იმპერატრიცა გვიზის და საოცრება, იმპერატრიცა და იმპერატორი. ნახეთ, საოცარი დასტის ფონები უკანა ფონი. მონეტების ტუზი, იმპერატრიცა და იმპერატორი. წყვილში ამომდიხართ. და აბა ვინ იცით, ხო? ჩემთან ვინც პირად კონსულტაციებზე მოყოფი ხართ, წყვილში რო ამოდის, მე რას ვიცახი, ერთი-ერთში ხართ. არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერად. ამიტომ ზუსტად და სწორ გზაზე დგახართ. ვნახოთ მისი ფიქრი დღეს. სამსამი არკანით. 6 არკანს ამოვიღებ მისი ფიქრი და ბოლოს გრძნობა და ბოლოს აი ამ ერთ არკანს დავდებ, რა იქნება ქმედება. სამს აღარ ამოვიღებ. ნახოთ. რადგან აქ სიტუაცია რომ რაღაცა შანსი უნდა მიეცეს, მე ვფიქრობ, რომ აქ რაღაც ხდება. აქ ძალიან არეულ სიტუაციას უყურებთ, ეხლა აირია და აი მას რომ ვაწყდებით კედლებს და ფანჯრებს, რომ არ ვიცით რა დასკვნა და რა აზრი გამოვიტანოთ და მისი ფიქრი დღეს არ ვიცი რა მოხდა. შეიძლება არც გიჩხუბიათ და არც გეკამათიათ, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ქურუმ ქალად აღგიქვავთ. მოდით, ჩვენ ვიცით ხო, როდესაც მამაკაცი ქურუმ ქალად აღგიქვავთ, თქვენგან წასვლა ძალიან აი როგორ ვთქვა, ეგრე მარტივი არ არის. თქვენგან ეს ადამიანი ეგრე მარტივად არ წავა, მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთას განდეგილშია და სინათლის გზას ეძებს და რაღაც ახალი გზას ეძებს, მაგრამ კოშკის არკანი მიდასტურებს, რომ რაღაცა მოხდა, რაღაცა ტვინში ჩამოიმხო ყველაფერი. ნახოთ, აქეთ რაიდერი მიდევს და სამი არკანით ამოვიღებ რა მოხდა, ხო? და მერე გავაგრძელებ მის ფიქრებს. რა მოხდა? თქვენ გეხებათ თუ ზოგადად ძალიან დიდი კრიზისები დაიწყო, რა მოხდა? რაღაცა მოხდა ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ხუთიანი პენტაკლი, სამიანი პენტაკლი და ეს ბარიერები, არ ვიცი, გათხოვილი ქალბატონები ხართ, კი ბატონო, არ ვიცი, მას ყავს სული, არ ვიცი, შეიძლება არც ერთი და ზოგადად ბარიერია, ან ქმარს გაშორებულები თქვენ შვილები, ხო როგორც ხდება, მაგრამ აი დამჭირდა, არ ვაპირებდი რაიდერის ამოღებას, კიდევ კაი აქვე მიდევს ხოლმე. აშკარად, იმიტომ რომ ეს ისეთი საოცარი შეგრძნებაზეა ფიქრი რომ ვკითხულობ, ქურუმი ხართ და გამორიცხულია კვერთხების მეფე და ქურუმი ერთად საოცარი შეთავსებაა ერთმანეთში, ეს წოდეთ. საოცარი შეთავსებაა ჩემო ძვირფასებო და საოცარი ემოცია და ენერგია. მაგრამ კოშკის არკანით აბსოლუტურად ყველაფერი ჩამოინგრა. ნახოთ მისი ფიქრი. რა ხდება? ხო, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ არ არის გამორიცხული რაღაცა მანიპულაციებს რთავდეს. არ ვიცი რა სჭირდება, არ ვიცი რატო ჭირდება, თითქოს ცუდად არის, თითქოს გაწოლილია და რაიდერში თუ 4-იანი ხმლები მარტო მყოფი მამაკაცია, მკვდარზე ვენო კი გაწოლილი, აქ ქალბატონი უზიხართ თავთან და სტაში ავთერტაროში და ამშვიდებთ და ასე ვთქვათ, ეფერებით, ელოლიავებით, ხო, რომ აბა რა გაწუხებს, რა გვტკივა, რომ ანუ ნახეთ, მიხვდით რის თქმა მინდა, აქ თითქოს რაღაცა თქვენი დახმარება სითხოს, თითქოს რაღაცა თქვენ ხელშეწყობას სითხოს, არ ვიცი რა მოხდა, ცუდად არის, ამ წუთას ადამიანი ცუდად არის, კი ბატონო, არ არის გამორიცხული ერთგვარად მაგია. ნახეთ, მანიპულაციებსაც რთავდეს, მაგრამ 100%-იანი კარმული ურთიერთობას უყურებთ, მაგრამ ნუ იცით ხოლმე, რომ კარმული ურთიერთობა როა უნდა დამთავრდეს. პირიქით, კარმული ურთიერთობა უფრო დაუსრულებელია,
პირიქით უფრო ერთიერთშია შენი სულის ნაწილი, წარსულიდანაც კი ბატონო არ არის გამორიცხული, რომ აი წინა ცხოვრებაშიც რომ მასთან ვიყავით და ამ ცხოვრებაში და აი დაახლოებით ესეთ სიტუაციას ხედავ, ამიტომ ჩემო ძვირფასებო თუ რაიმე გაურკვევლობაა თქვენსა და მას შორის, თუ არეული სიტუაცია თქვენსა და მას შორის და ვერ იგებთ მიზეზებს, კი ამ დროს რა თქმა უნდა საჭიროა პირადი კონსულტაცია, ხო საჭიროა, მე უნდა ჩავშალო და ვნახო, ამ დროს კეთდება გამოძახება, რამდენად ახლოს არის ეს ადამიანი თქვენთან, რა უნდა გავაკეთოთ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ, ამიტომ ეს არის დეტალები პირადი, მეკითხარით კიდევაც საჯაროში აღარ განვიხილავ, იმიტომ რომ დავიღალე, ძალიან ბევრს საუბრობ ხოლმე და მე რამდენიმე დამწერა, რომ ვიდეოებზე ვისაუბროთო, კი ბატონო ვისაუბროთ ვიდეოზე, მაგრამ რომ გაინტერესებთ რითი ხდება დახმარებები და როგორ ხდება და როგორ ვეხმარებით ადამიანებს, აი ზუსტად ეს არის, რომ აი ამ გაურკვევლობას რომ ბოლო მოიღოს, აი ამ სიტუაციებს რომ ბოლო მოიღოს და გავარკვევთ ადამიანი თქვენია, არ არის თქვენი, შემიძლია დახმარება, არ შემიძლია, ამას ჭირდება პირადი ჩაშლა. რომ შევხედოთ რა ხდება, ხო? შეიძლება არც დამჭირდეს პირადი კონსულტაცია, სიტუაცია ამიხსნათ და მაგას მე თვითონ ისედაც ვნახავ. ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, აქ ცუდად არის ადამიანი, აქ რაღაც მდგომარეობა, მისი ფიქრი ძალიან ჩაძირული ფიქრია. ძალიან რთო მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელა სექსუალური ვნება, ასეთი ემოცია და ასეთი სიახლოვეა თქვენ და ქურუმად აღგიკვოთ და გამორიცხულია ეს თქვენ დაგშორდეთ ან თქვენ ამას, არ არსებობს იმდენად დიდი მიჯაჭვურობაა თქვენ შორის. უბრალოდ აი ეს ბარიერები, რაც არის და ეს კრიზისი, მე ვფიქრობ ძალიან ხელს უშლის და თითქოს იმასაც გრძნობს, რომ არ ვიცი არ არის გამორიცხული, რომ გრძნობს, რომ შეუყვარდით და ქურუმი შეუყვარდა, პლუს ამას იმპერატრიცას თვისებები გაქვთ და არ არის გამორიცხული, რომ ამანაც გამოიწვია, რომ ბარიერები რო არის, ვერაფერს ვერ აკეთებს, ვერაფერს ვერ ფიქრობს და სამწუხაროდ აღმოჩნდა აი 4-იან ხმლებში, რომ აი შედარებით სუსტები რო აღმოჩნდებიან, ხო, იცით მამაკაცები, რომ გამოსავალს ვერ პოულობენ. და თითქოს რაღაც манипуляციებიც არის ჩართული. არ არის ხარ გამორიცხული მაგი და 4-იანი ხმალი წესით. კი ბატონო, მაგიის ქვეშ ყოფიც არის. ესეც ერთგვარად არის. არ არის გამორიცხული, რომ ეს პრობლემაც აქვს. რაღაცა არ მომწონს სიტუაცია, ამიტომ არ ვიცი როგორ გქნებავთ, თუ გქნებავთ პირადში ვნახოთ, იქნება და რამე ხდება. სავალდებულო კი არ არის ვიღაცა მაგია გაუკეთოს, შეიძლება სიტყვებით და манипуляციებით ისე მოთოკოს ადამიანი და ისე გადმოატრიალოს თავის ჭკუაზე, სანამ თქვენ თვალი გაახილოთ, ის კვეწაყვანილი ყავდეს, ხო? თუნდაც სიტყვებით ისეთი რამე შეუძლია ზოგადად ქალის თემას და ქალის ენას, ასევე კაცას. და ვნახოთ გრძნობები მისი. პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან დიდ ემოციებთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ თქვენ გარეშე ამ ადამიანს არ შეუძლია და არც თქვენ შეგიძლიათ მის გარეშე. ამიტომ როცა ესეთი სიტუაცია, ყველა ვარიანტში ამას ჭირდება ხელისყურა და დახმარება, ხო? შესაბამისად, ეს არის საჯარო გაშლა, აქ ჩათვალეთ, რომ რაც მეტი ადამიანი უყურებს, მით ნაკლები არის ზონირება. ამიტომ რა თქმა უნდა, რომ ჯობია პირადში გადმოსვლა და ვნახოთ სიტუაციები, მაგრამ 5-იანი თასები, ნახეთ, თასების მეფე და შუაში სამყარო. თქვენ ყველად არ შეხვედრილ ხართ ერთმანეთს, ჩემო ძვირფასებო, თქვენ აი ესე უბრალოდ შემთხვევით არ დაჯახები ხართ ერთმანეთს და არ შეხვედრილ ხართ, ეს იყო სამყაროს მიერ განვითარებული, ასე ვთქვათ, სცენარი, როგორც რო შეხვდით თქვენ ამ ადამიანს, ამიტომ გრძნობებში რასაც ხედავ, საოცარი ემოციაა. მე არ მგონია, რომ თქვენ დაშორდეთ ერთმანეთს, კიდევ იმერები ხა არ ვიცი რა ხდება პირადში, ადეკვატური ადამიანები ხვდებით, ხო, რომ საჯაროა და ყველაზე ვერ რეზონირდება, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც მომწონს ახლა ამ წუთას გრძნობაში, სამყაროს მიერ. ამიტომ თქვენ თუ არ დაალაგებთ, სამყარო მაინც კი, შეიძლება სამყარო დაალაგებს, მაგრამ განა იმას არ გეუბნებით, რომ არ დაალაგდება, მაგრამ შეიძლება მე ძალიან გვიანი იყოს. რატო არის ხოლმე, რომ დროულად თუ ვუშველით ადამიანს, დროულად თუ დავიწყებთ, აბსოლუტურად ყველაფერს შეიძლება, როგორც